პირველი ცოდვა. ჩემს უღრუბლო ცხოვრებაში არსებობდა სამი ნაზირალა. ისინი პირველად რომ დავინახე, ვერ მივხვდი ამას. ყველაზე ბედნიერ წუთებში ამ სასტიკმა მოღალატეებმა ზურგში დანაჩამცეს. საპასუხოდ საკუთარი ხელით დავასამარე ისინი. ისინი არ იმსახურებენ იმას, რომ მახსოვდნენ. ჩემს უღრუბლო ცხოვრებაში სამი ნაზირავა არსებობდა. მათგან ერთ-ერთი შენ ხარ. ერთ-ერთი ის არის და ისიც, ვინც თქვენ გვერდითაა, თქვენ ყველანი. როცა შენ როცა შენ წერდი და მე კი ვკითხულობდი, როგორ ჩამცა ზურგში მახვილი ჩემმა მტერმა, ეს არასოდეს წაიშლება ჩემს მეხსიერებაში. როგორ მენანებოდა ის დრო, რომელიც მათთან ერთად მქონდა გადარებული. სამუდამოდ შევინახავ ამას ჩემს დასისხლიანებულ გულში. ამ დღეებს დავიხსომებ და მთელი ცხოვრება თან ვატარებ ამ ხსოვნას. მაგრამ შენ მათ უღალატე. ყოველ დღე ღალატობდი მათ. ღალატობდი, რათა ეს უღირსი ცხოვრება ფუფუნებაში გაგეტარებინა, რათა თბილ ლოგინში მომკვდარიყავი. ვიზიარებ შენს მსახურებას. დიდი მადლობა. ჩემს უღრუბლო ცხოვრებაში სამი წრეული ადამიანი იყო. ერთ-ერთი შენ ხარ. ერთ-ერთი ის არის და ისიც, ვინც თქვენ გვერდით დგას. ყველაზე ბედნიერ დროს ამ წყეულებმა მახვილი ჩამწეს ზურგში. ვიზიარებ შენს მსახურებას. ამიერიდან ჩვენ მტრები აღარ ვართ. ამ 20 წელიწადში არ შეცვლილ ხარ. ადვოკატო. ზუსტად ისეთივე ხარ. ბატონმა მთხოვა ეს ფოტოები გადმომეცა თქვენთვის. მაგ ფოტოზე კაფეშია, საუზმობს. მან კინოშია მეგობრებთან ერთად. აქ ერთ მეგობართან იჭხობა. აი აქ სასტუმრო ოთახშია. გარეთ გასვლას ვერ ბედავდა იმის მერე, რაც მოხდა. ეს კი
თავადაც ხვდებით რაც არის. ბატონო ადვოკატო, დარწმუნებული ხართ, რომ ის სწორ გზაზე დგას? მართლა, ჩემო ბატონმა მთხოვა მეკითხა, რა განცდა, როცა ერთმანეთის მიყოლებით კარგავს საყვარელ ადამიანებს. ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის სტუმრები ვართ. როგორია თქვენთვის ხოვლის მცოდნე რამიზისთვის ამ ყველაფრის ატანა? საინტერესოა. არა, ნუ შეეცდებით მიპასუხოთ, დრო მოვა და თავად გვიამბობთ ამას. დრო მოვა და შენც აგიხსნე ყველაფერს. ყველაფერს. ძია, როგორი განცდა, როცა არ იცი, როდის მოვა ეს დრო? დევფიქ, გახსოვდეს, რაც არ უნდა გააკეთო, შენი საფლავის ქვა ყოველთვის გაახსენებს ადამიანებს, შენს ცოდვებს. ეზელს კარგად იცნობ? მისი დოსიე შენი შედგენილი არა? ესე იგი მის შესახებ ყველაფერი იცი. არავის არ შეუძლია სხვა ადამიანზე ყველაფერი იცოდეს. მაპატიეთ რა ქვიათ? ბატონი სერდარი. მითხარი, გახსოვს ეზელმა პირველად როდის დაიწყო თამაში? 2006 წელს, 5 ვარსკვლავიან სასტუმროში. შეგიძლია გაიხსენო, როგორი თამაში იყო? მე რამდენადაც ვიცი, ის არალეგალური კაზინო იყო. ეზელმა პირველად მაშინ ითამაშა. 10 მილიონი დოლარი მოიგო. ნიშნობა არ აქვს, ვინ მოიგო ეს ფული, მთავარია ვინ წააგო. ახლა არ მახსენდება. ჰასან ენერმა. თუ გინდა ადამიანზე ყველაფერი გაიგო, მის მტერს უნდა გკითხო. ეს ძალიან მარტივია. ინფორმაციის შეგროვებაში ერთი ნაცნობი მეხმარებოდა. თუ ნებას მომცემთ, ახლავე დავრეკავ მასთან და ყველაფერს ვკითხავ. Алло. ძმაო, ახლა ერთ ბატონთან ერთად ვარ. ერთი კაცის ამბავი აინტერესებს. თუ რაღაც ისე არ არის, მითხარი, ყველაფერი კარგად არის თქო. კი ძმაო, ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი კარგად არის. იცი ვინმე სახელად? ჰასან ენერი. რა იყო მიაგნეს? ო ძმაო. ახლა არ შეგიძლია ხელი შეუშალო. არა. ცდილობენ ჩემს შესახებ ყველაფერი გაიგონ. ზირს მეთხრიან? ო ძმაო, ასეა. დევფიქ. გაიგე სად არის ახლა? არ გაბედო, არ დაენახო. შეიძლება გაგიხსენოს. გავიგე ძმაო. რამე თუ გაგახსენდება, დამირეკე. გინდა მე დაგირეკო? არა, ნუ დამირეკავ. თუ გაგიხსენებს, ის გააკეთე. თამაშის დროს რასაც შემპირდი. იმოქმედე. კარგი ძმაო. აბა შენიც. არა, არაფერი არ იცის მის შესახებ. წელი. Emin efendi. აი ეს სახლის ნასყიდობის საბუთია ახალ რაიონში. შეამოწმეთ. ყველაფერი წესრიგშია. ახალგაზრდა იქნებ კმარა დღეისთვის. ჩვენთან ქალბატონმა სელმამ მოგიყვანა. არ მინდა მისი წღენინება, ასე არ არის ქალბატონო სელმა? Sonra Selman'ım üzülsün istemeyiz. Öyle Biraz değil mi etmeyin. Selman'ım? ბატონმა ეზელმა თვითონ იცის, როდის უნდა გაჩერდეს. მაგიდასთან 4 მილიონი წავაგე თანაც პირველ თამაშზე.
არა უშავს. დაწყმარდი. როგორ უნდა დავწყნარდე ქალბატონოსებმა? ეს ჩემი პირველი თამაშია და მთელი ფული წავაგე. სიმშვიდე შეინარჩუნე. პანიკაში ნოჩავარდები. ის ჩემზე გაცილებით უკეთ თამაშობს. ეს დიდი ფულია. ჯერ მზად არ ვიყავი აქ მოსასვლელად. კარტის ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ ბატონ ჰასანს 10 წელია ვიცნობ. ახლა კარგ ხასიათზეა ეზელ. გონია რომ შენ უკვე მოგიშორა. მართალიც არის. შეხედე? შენგან არაფერი აღარ სჭირდება. გამოგიყენა და მოგისროლა. შეიძლება ითქვას უკვე დაგივიწყა. რა ქვია ამას? ხელსაყრელი მომენტი. ეს ჩემი უკანასკნელი ფულია, ბატონო ჰასან. Bugün kendiniz დღეს არც თუ ისე იღბლიანი კავალერია მოგირჩევიათ. იქნებ ჯერ არა მოურჩევია. სონად ქალბატონ შებნებს ჩამოვდივარ. რა? ქალბატონოსებმა გაიგონეთ? არა, არ გამიგონია ბატონო ჰასან. ამ წუთიდან არაფერი მესმის და ვერაფერს ვხედავ. Ezel, ბატონო ეზელ, siz beni თქვენ მე ვინ გონივართ? გონია რომ კაცი ხართ, რომელიც ლამას ქალზე უარს არ იტყვის. ეზელ, hayatta ასეა. olmaz. არავითარ შემთხვევაში არ ვეტყვი უარს, თვითონ ქალბატონი თანახმაა? Elbette. ყველაფერი მესმის. Sen de არ შეიძლება კაცი ყოველთვის იგებდეს, ზოგჯერ აგებს კიდეს. ეზელ რომ წააგო? კარტის ველი ღირსების ველია. სონზე ბატონი ჰასანის სახლს ვდებ. შეიძლება ბატონო ემილ? ბატონო ემილ? გთხოვთ შეასრულოთ ყველა პროცედურა ჩემს მოგებასთან დაკავშირებით. Nereye gitmeyin? ბატონო ეზელ, სად მეტიხართ, არ შეიძლება ასე ყველაფრის მიტოვება. ბატონო ჰასან, ყველაფერი მორჩა. თქვენ აღარ გჭირდებათ თამაში, არაფერი აღარ დაგჭირთ. Kalmadı. არაფერი. საერთოდ? ახლა შეიძლება ტირის ჩვენს დასანახად, მაგრამ მე უამრავ პრობლემას შეგვიქმნის. რა ვქნათ? მოვიშოროთ? ეს რა ვქენი? არ გეწყინა შებნემ. არავითარ შემთხვევაში არ გავრისკავდი შენით. არც ერთი თქვენგანი სიცოცხლეს არ ჩავაგდებ საფრთხეში. ვიცი. მე იმაზე ვბრაზობ, რომ ამ კაცის ტანჯვა სიამოვნებას განიჭებს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს თამაშში. სტამბოლი 2009 წელი. İnsan ადამიანმა რომ ერთ წამში შეიძლება ყველაფერი დაკარგოს, ამაში უკვე ben kaybettim. დავრძმონდი. მაგრამ რატომ? რა ანგარიშები გქონდა ამ კაცთან გასასწორებელი? Bu dünya მე için ძალიან დიდარი კაცი ვიყავი კარტის სამყაროში, მან კი bir gün ხელსაყრელი მომენტით ისარგებლა და ისე გამსრისა, როგორც ჭიანჭველა. geçti beni. შეგიძლია გაიხსენო იმ დღეს ვინ იყო მასთან ერთად? Şişman, ერთი მსუქანი ულვაშებიანი კაცი. კამილი, sonra ერთი გოგო, o kız, შებნემი, Şebnem. შებნემი Yanında და კიდევ ერთი მაღალი, ince, წვერებიანი uzun ბიჭი. sakallı genç bir çocuk.
Böyle Fetkebadi. biraz varoş. ხიზელი. Hafif de aksanı var. იმ ქალზე მიყვებოდი, ვინც ეზელი გაგაცნო. Selma კალბატონისელმა. eski associ. თავის დროზე მაღალ საზოგადოებას ეკუთვნოდა. Ezeli მის გამო onun referansı. დავსვით სათამაშო მაგიდასთან. Ama მას არაფერში ვადანაშაულო. o kadının ეს მისი ბრალი არ იყო. Bu işte მაკინაციებში არასოდეს Zanta ებმება. gibi bir insan. არაჩვეულებრივი ადამიანია. მაგარა ჩვეულებრივი ქალის მისამართი იცი? Herkes Yunan'ın შესაძლოა ეზელმა ბოლოს პასუხიც კი აგოს ამ ყველაფრისთვის. მაგრამ ჯერ თავად გაუსწორებს ანგარიშს ყველას, ვინც გაყიდა. ama her ბოლოს და ბოლოსა ყველა ადამიანი აგებს პასუხს თავისი მოქმედებისთვის. Neler sonunda. Ezel. Ezel. Ne güzel sürpriz. რა სიურპრიზია. Gel gel. შემოდი. კარში ნუდგა ხარ. Selma კალბატონისელმა უნებლიეთ საფრთხეში ჩაგაგდეთ. İlk sen olmayacak. შენ პირველი არ ხარ. ამაზე ნუდარდობ. Gel bunları çay მონდი içelim. ჩაიდავლიოთ, თან მომიყევი. size sorular soracağım. ისინი აქ მოვლენ და კითხვებს დაგისვამენ. Bazı şeyleri აჯობებს ეს saklamakta ფოტო fayda var. დამალოთ. Ödedikçe როცა bedelini ცოდვებისთვის საზღაურს იხდით, ნუ დაგავიწყდებათ ეს. geliyorlar. ისინი მოდიან. Çünkü ilk იმიტომ რომ პირველ ცოდვას ბოლომდე ვერასოდეს გამოისყიდით. sen როდესაც საზღაურის გადახდას გაურბიხარ, hep ცოდვები başlıyorlar შიგნიდან გჭამენ. faiziyle. ისინი აუცილებლად შეგახსენებენ თავს, არასოდეს დაევიწყოთ, რაც შესწოდეთ. იქნება ავიდეთ ძე. Ben de o zamanlar რა შესანიშნავი დრო იყო. უკაცრავად. ბრძანდებოდეთ. რეგონ. evet. ხო, Nerede kalmış? რაზე გავჩერდით? Çakıl gazinosu. იმ დროს ძალიან ახალგაზრდა და ლამაზი ვიყავი. Küçücük de bir kızdım. Kurtlar sofrası. ალბათ თაყვანის მსემლები გყავდათ. რა თქმა უნდა. Hadi canım. დარწმუნებული ვარ. Siz de az değilsiniz. თქვენერი ქალის შეუმჩნევლობა როგორ შეიძლება? Tanıyor muydunuz? ამ კაცს თუ იცნობთ? Ezel ბატონ ეზელს. tabii ki რა tanıyorum. თქმა უნდა. Yurt dışından საზღვარგარეთიდან რომ ჩამოვიდა, საერთო მეგობარმა გაგვაცნო ერთმანეთი. gelmiştik. Kumarı. ძალიან უყვარდა კარტის თამაში. Yoksa რა başında მოხდა, რამე უსიამოვნება შეემთხვა? Biz de onu merak ediyoruz. Affedersiniz. სწორედ ამის გარკვევას ვცდილობთ, მაპატიეთ წავალ წყალსდავლე. tabii göstereyim. გამოყვებით. Zahmet ნუ et. შეწუხდებით. O bulur. თვითონ მიაგნებს. Ben gerçekten ფიქრობ აჯობებს bakmalıyım. უპასუხო.
da görmedim hiç. ამის შემდეგ აღარ მინახავს. Var, çok tatlı. ისეთი სასიამოვნო ადამიანი Lütfen იყო. selamlarımı iletin. გთხოვთ თუ ნახავთ, მოიკითხეთ ჩემგან. Başka bir şey სხვა არაფერი გაქვთ მასზე სათქმელი? Yok. არა, Ne olsun კიდევ რისი გაგება გსურთ? Selma. Selma. Serdar. სერდარ, Ezele. ეზელს გისურვებ დაუძლეველი წინააღმდეგობის დაძლევას პატივისცემით ექიმი ჰაკან აზიზლერი. სერდარ, Gel. მოვდივარ. Alo. ალო, Aa, sen misin hayatım? შენ ხარ ძვირფასო. Bana gelecek. დამავიწყდა რომ უნდა მოსულიყავი. Ya onu... იქნებ გადავდოთ ეს შეხვედრა. Yok yok. არა, არა, რას ამბობ? ჩემთან ყველაფერი კარგადაა. Terfiyle karşılayamam seni diye. უბრალოდ ახლა არ შემიძლია შენი მიღება. მე და გირეკავ კარგი ძვირფასო. Tamam canım. ნახვამდის. Tamam. ნახვამდის. Rastlaşmayın. ვუპასუხე, იმიტომ რომ არ მინდოდა ჩემ გამო ენერვიულად. Tamam mısın? მორჩი, Ne var orada? ხელში რა გიჭირავს? Biz artık müsaade კარგი, ბოდის გიხდით. გვაპატიეთ რომ შეგაწუხეთ. Nasıl? ხედავ რა სასიამოვნო მოსაუბრეა. ნამდვილი ლედია. Tek kelimesine yine. ერთი სიტყვის მაინც გჯერა იქიდან რაც გვითხრა. Bakalım ერთი ამ ექიმ აზიზლერისგან გავიგოთ ამისთან რა დაუძლეველი უნდა შეძლოს ეზელმა. Sizleri bir bulup soralım. Nasıl geçti? როგორ ჩაიარა ყველაფერმა? Sorunsuz. უპრობლემოდ. Sevindim. ძალიან კარგი. Günahkarlar სოდვილები სინათლეს უფრთხიან. çünkü თავიანთ სოდვებს მხოლოდ სიბნელეში სჩადიან. da işlenir.